თქვენ რო გითხოთ დამსაქმებელს, შეიძლება გითხრათ, რომ გააჩნია რა კვალიფიკაციის ადამიანს ვიშოვით. ანუ ესე არ არის, რომ დამსაქმებელი კონკრეტულად ერთი ლარის სიზუსტით წინასწარ წვითავს ხელფას, ხო? დაახლოებით ესეთი გადაწყვეტილება მიიღება ხშირად, რომ თუ მივიღეთ ადამიანს, ვისაც არ აქვს გამოცდილება და ყველაფერი ჩვენ უნდა ვასწავლოთ, მოდი მას გადავუხადოთ 1000 ლარი, თუ შედარებით გამოცდილი 1-დან 3 წლამდე გამოცდილებით დავუშვათ 1500 ლარი და თუ ძალიან გამოცდილი მოვიდა და მცოდნე, იმას შეიძლება გადავუხადოთ, დავუშვათ 2000 ლარი, ხო? ამიტომ თქვენ რომ კითხოთ დამსაქმებელს, იმანაც შეიძლება გიპასუხოთ გააჩნია რა შემთხვევაში. და ამიტომ ჩვენ თვითონ ვეუბნებით, რომ მოდი ჯერ დავადგინოთ, მე რამდენად შევესაბამები თქვენ საჭიროებებს და მე თქვენთვისაც და ჩემთვისაც უფრო ადვილი იქნება ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა.